ოჯახი. უზენაესო უფალო. შენ ხარ მამა და შემოქმედი ყოველი ადამიანისა. რამე თუ შენ შექმენი ისინი და შენ ინახავ მათ. შენ ხარ განსაკუთრებული მამა მათი, ვინც გიცნობენ. ვისაც უყვარ ხარ და ვინც პატივს მოგაგებენ. ვისთვისაც უღელი შენი ადვილია და ტვირთი შენი მსუბუქი. შენი საქმე პატივის ღირსი და შენი მცნებები დიდებული. თუმცა რაოდენ მცირედ ვიგრძენი შენი დაუმსახურებელი სიკეთის გავლენა. რაოდენ უმნიშვნელოდ გავამრავლე ჩემი სულიერი სიკეთენი. რაოდენ დიდი გულგრილობა გამოვიჩინე სხვებისათვის სიკეთის კეთების მიმართ. შენ წინაშე ვარ ჩემს დანაშაულთა და ცოდვათა მიერ გარემოცული. მოიღე მოწყალება. დაე შენმა სიკეთე მიბიძგოს მონანიებისკენ. შემეწიე, რათა შევიძულო და მივატოვო ყოველი ცრუ გზა. რათა დავუკვირდე ჩემს ფიქრებსა და ქცევებს.ავლაგმო ჩემი ენა. დავიცვალ გული ჩემი. ვიფხიზლო და ვილოცო ცდუნების წინააღმდეგ. მოვაკვდინო ცოდვა. ვზრუნავდე სხვათა ხსნაზე. ღმერთო, არ შემიძლია იმისატანა, რომ ვხედავდე, როგორ იღუპებიან ჩემი ახლობლები. და ისინი, ვინც ფაქიზი სიყვარულის კავშირით არიან ჩემთან დაკავშირებული. ძვირფასნი იყვნენ შენს თვალში და თავს შენს დიდებას უძღვნიდნენ. განწმინდე და ნაყოფი რყავი ჩემი საშინაო ღვთისმსახურება. დარიგება. აღზრდა. მაგალითი. რათა ჩემი სახლი იყოს სკოლაზე ცისათვის მოსამზადებელი. ჩემი ეკლესია უფლის ბაღი. სადაც სიმართლის ხეებს დარგავ მრავლად შენს სადიდებლად. და ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც თავაზიანობით, ზნეობით, კეთილსახიერებით გამოირჩევიან, არ დარჩნენ ზეცის გარეშე. და მგრძნობიარე სინდისისა და რბილი გულის პირველი გამოვლინებანი. შენი სიტყვის გაფრთხილებანი და სიხარული არ ჩაქრეს. არამედ გამოიღოს სიმართლისა და გამარჯვების ნაყოფი ყველაში, ვინც მიყვარს.